მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ფსიქიატრი ბატონი ლევან ანდრონიკაშვილი. მოგესალმებით, ლევან. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის, ბატონო მარინა. ძალიან მიხარია ხოლმე ამ სტუდიაში რომ მოდიო. ჩვენც ძალიან გვიხარია თქვენი მობრძანება. და დღევანდელი საუბრის თემა შეეხება რა თქმა უნდა ფსიქიატრიას და კლასიფიკაციას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა კლასიფიკაცია ძალიან დიდი არეულობა იქნებოდა ყველა დისციპლინაში, ყველა მიმართულებაში, იმიტომ რომ ჩვენ სამეთყველო ენა გვჭირდება, როგორც მე და თქვენ ვსაუბრობთ ქართულ ენაზე და ერთმანეთს და მაყურებელსაც ვაგებინებთ, ზუსტად ისეა სამეცნიერო ენა, მაგრამ ეს ენა არა მარტო ექიმებს, არამედ თქვათ იგივე ფართო მოსახლეობასაც უნდა ესმოდეს, იმიტომ რომ უამრავი კითხვა არსებობს სტიგმა, ზოგადად ფსიქიატრია ჩვენ ადრეც გვისაუბრე არის საკმაოდ ისეთი მოწყვლადი ნაწილი არის medicinashi, სადაც ფსიქიატრის ცოტა დღესაც ეშინიათ, მინდა ითქვას და იყო დრო რომ საერთოდ არც განიხილებოდა, ხო, რაღაცა თქვათ იგივე მე-19 საუკუნის ბოლომდე და მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მახსოვს პოსტალიონებსაც ეძახდნენ, სადმე აქ წერილი არ იცისო დაახლოებით ეს იმიტომ რომ ვერ სანამ არ განვითარდა ნეიროქიმია და ნეირომედიატორული სისტემები, იგივე სანამ ფროიდმა ფსიქოანალიტიკური ესე იგი საფუძვლები დაავადების არ გაიაზრა და არ გაგვაზრებინა. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ამ მეცნიერებაში და მუდმივი გადახედვა ხდება, მუდმივი რეფრეიმინგი, ჩარჩოს შეცვლა, სათაურების შეცვლა და რა არის ამის მიზეზი, ამაზე რომ ვისაუბროთ. ზოგადად რა არის ეს DSM-ი და ეს ვთქვათ ბოლო გადახედვა. DSM-ი და ისეთი ძალიან საინტერესო და ძალიან საინტერესო და კითხვაც არის და თემა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ფსიქიატრია ყოველთვის ტაბუდადებული იყო ქალბატონო მარინა და ეს მარტო ჩვენთან საქართველოში კი მთელ მსოფლიოში ფსიქიატრების რაოდენობა ყოველთვის ნაკლები იყო ვიდრე მაგალითად კარდიოლოგების ან ქირურგების. პაციენტები ყოველთვის რაღაცას თავს არიდებდნენ ფსიქიატრთან მისვლას. ამიტომაც ძალიან ესე რა ქვია, გადიდდა რაღაც ფსიქოლოგების როლი ადამიანის პიროვნების რაღაც არაჯანმრთელ მდგომარეობებთან დაკავშირებით საბრძოლველად. მაგრამ დაახლოებით 60-იან წლებში 59 წელში DSM პირველი ჩამოყალიბდა, რომელმაც ეს არის კლასიფიკაციური სისტემა ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია, ამერიკის ჯანდაცვის და ფსიქიატრიული ასოციაციის, რომელმაც ჩამოაყალიბა, რომ რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს დიაგნოზები დასმული, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ფროიდის ფსიქოლოგიურ თემებზე აწყობილი. მაშინ თქვენ წარმოიდგინეთ, იყო ესეთი დიაგნოზი, როგორც არის ფსიქოგენიკური დედა. რომელიც შეიცვალა 80-იან წლებში ეს დიაგნოზები სულ ამოღებული იყო ამ კლასიფიკატორის სისტემიდან და 80-იან წლებში მოხდა წინა საუკუნის 80-იან უზარმაზარი ცვლილება იმის გაგებაში თუ რა არის ფსიქიატრია და როგორ არის. მაშინ იყო როცა ჩამოყალიბდა სიმპტომებზე დაფუძნებული ფრეინელის კრიტერია ქვია ამას დაავადებების აღწერა. ესე იგი ვიცოდით რომ შიზოფრენია იქნებოდა ეს ფსიქოზი, რა თქმა უნდა კრეპელინის ეს აღწერილი შიზოფრენიის მთლიანად იყო ამოგდებული იმ კლასიფიკაციიდან და როგორც შიზოფრენია, როგორც ფსიქოზის ერთ-ერთი წარმომადგენელი მაშინ იყო 80-იან წლებში და რა კრიტერიუმებს უნდა ასახელებდეს და მართლა იყო ჩამოთვლილი ნიშნები, როგორც იყო დადებითი ნიშნები, უარყოფითი ნიშნები, რაც უნდა ქონდეს, კოგნიტიური ცვლილებები, რაც უნდა ქონდეს, ქცევითი ცვლილებები, რაც უნდა ქონდეს და ფსიქიატრს, ექიმს უნდა რაღაც ტიკბოქსივით აღენიშნა, ეს არის, ეს არის, ეს არის, ეს არ არის, ეს არ არის და ამის მიხედვით დაესვა დიაგნოზი. მიზანი რა იყო ამის მიზანი, რომ ჩვენ ყველას ერთ ენაზე გვესაუბრა. ეს იქნებოდა ამერიკელი ფსიქიატრი, ეს იქნებოდა ევროპელი ფსიქიატრი. თუ საბჭოთა კავშირში იმ დროს სხვა კლასიფიკაცია მოქმედებდა. ჩვენ საბჭოთა კავშირის თავისი კლასიფიკატორული სისტემა ჰქონდა. რო თქვა რომ ვითანხმები არ ვითანხმები, ძნელია ჩემთვის, იმიტომ რომ იმ დროს არ ვიცი. ძალიან სპეციფიური იყო, ბევრი კარგიც ჰქონდა, იმიტომ რომ აი მონაცემებზე დაფუძნებული მეცნიერებაა და
აღწერილობითია, რა თქმა უნდა, ხო ეს ხო რაღაც. და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი იყო დიდი მასალა და მაგრამ რა თქმა უნდა ინსტრუმენტად იყო ხშირად გამოყენებული და ამის გამო საბჭოთა ფსიქიატრია შეიძლება შეითვალოს რეპრესიულად, თუმცა ქართული ფსიქიატრია მაინც ყოველთვის განსხვავდებოდა. კი, ქართული ფსიქიატრია განსხვავდება საბჭოთასგან, მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ არც კი იყო ნიშნები, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევა და ძალიან განსხვავდებოდა. კი, იმიტომ რომ ქართულ ფსიქიატრიაში პიროვნება იყო მთავარი და საბჭოთა ფსიქიატრიაში საზოგადოება. და ამ დიდმა ცვლილებებმა, ხო, ჩვენი ფსიქიატრია ცოტა სხვა გზით პიროვნებაზე მიმართული ფსიქიატრის თვალსაზრისით განავითარა. და ისედაც ხო არის, ახლა არის მიმართულება, რომელიც არის სიმპტომებზე და სუფთად database რო არის, მონაცემებზე დაფუძნებული, ანუ ბიოლოგიური ფსიქიატრია არსებობს, რომელიც არის იგივე ვთქვათ ინგლისური, მე მგონი თქვენ ინგლისში რომ მუშაობდეთ, იგივე King College-ში და რამდენადაც ვიცი, იქ არის უფრო მეტად ბიოლოგიური, ასე ვთქვათ, თუმცა არის დინამიური და არის ბევრი სხვა ესეთი ცოტა უფრო მეტი ვიდრე ბიოლოგია. ესეც არის. დღევანდელ დღეს თუ გინდათ ინგლისის თუ ევროპის კლასიფიკატორის ICD 11 რომელიც არის, იქ არის ჩართული ისა ფსიქოლოგიური მდგომარეობების ძალიან კარგი აღწერილობები არის განსაკუთრებით პიროვნული აშლილობების დროს. ეს ცალკე არის გამოყოფილი თავად. ისევე როგორც DSM-5-ში. DSM-5 ამერიკული და კანადის და სამხრეთ ამერიკის და იქიდან ნახევარსფეროს და ავსტრალიაში DSM-ით სარგებლობენ. DSM-ი არის უფრო პრაქტიკულად ადვილად გამოსაყენებელი. ICD, რომელიც არის ევროპული, ის არის უფრო კვლევებისთვის, უფრო რაღაც სტატისტიკური მეთოდებისთვის და თქვენ ICD-ის ჩამოყალიბება და ახლა როგორც ICD-ს არა, მაგრამ ჩამოყალიბება დაიწყო მე-15 საუკუნეში იტალიაში, რო იცით. მოგყვებით თუ შეიძლება ამის ძალიან საინტერესო ისტორია არის, იმიტომ რომ ეს მე თვითონ გავიგე იტალიაში რო ვიყავი იმას შაშა. ხო და მე-14 საუკუნის ეპიდემიამ ხო გააქრო 1/3 ევროპის პოპულაციას და მე-15 საუკუნეში იტალიაში შეიქმნა ესეთი ორგანიზაცია, მთავრობის მე და ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაეთვალა სიკვდილიანობა, რამდენი ადამიანი კვდებოდა, რის გამკვდებოდა, ჩაეწერა დაბადების დღე, საჭირო გარდაცვალების და ისე არ დამარხავდნენ პიროვნებას, თუ ეს საბუთი არ ექნებოდა, ეს სერტიფიკატი არ ექნებოდა. ხო და შემდეგ ის გააკეთეს, რა ქვია, შეადარეს ესენი, დაითვალეს როგორ შეიძლება და რა მოხდარიყო და შეადგინეს ცხრილი, რომლის საშუალებითაც იცოდნენ, რომელი ისე რა ქვია, ამ რეგიონში ხალხი უფრო გარდაიცვლება ამ მიზეზით. ამ რეგიონში ამ მიზეზით, ამ რეგიონში და მე უკვე მე-17 საუკუნეში საფრანგეთმა, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა ზუსტად ეს სქემა გადაიღეს თავისთან და ესე იგი პიროვნებას დაბადებას არავინ არ რჩიოდა, როცა გინდა დაბადებული იყო, რაც გადაწყვეტა, მაგრამ გარდაცვალების ყველას იყო დოკუმენტირებული. და მე ნანახი მაქვს ეს მე-15 საუკუნის სერტიფიკატები პიროვნების გარდაცვალების და როგორ იყო ეს დაბეჭდილი და ხელნაწერი, რა თქმა უნდა, ჩადებული იმაში, რა ქვია, იტალიის ერთ-ერთ მუზეუმში. ძალიან გამიკვირდა ამის ნახვა. იმან რა ქვია, ინგლისმა რა გააკეთა? ინგლისმა ერთი მეცნიერი იყო ინგლისში, რომელმაც 6 წლამდე ბავშვების ლონდონში გააკეთა 6 წლამდე ბავშვების გარდაცვალების სტატისტიკა გააკეთა. რისგან გარდაიცვალა? რუკები კეთდება, ხო? დიახ, რისგან გარდაიცვალნენ? და რა გააკეთა, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, იმან დაასკვნა, რომ 36% ამ ბავშვების ხო შეიძლება გადარჩენილი იყო. მე ვიძახი, მე-17 საუკუნეში ეს კეთდება. მე-17 საუკუნეში. და ამის შემდეგ მთავრობა გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა ხოლოდეთ მაგათ სტატისტიკური ბიურო, რომელიც ამას დააფიქსირებდა. რაც პრინციპში დღეს ეპიდემიოლოგიის სახელით დიახ ეპიდემიოლოგიის სტატისტიკის ერთი სახელი. ინგლისში ესეთი ქალბატონების არსებობდა ერქვა wise woman. ამ wise women-ს ესე იგი ყველა გარდაცვლილი, ყველა იმაში უნდა ამ wise women-ს ეს მაგის სამსახური იყო. უნდა დაეთვალიერებინა, შეემოწმებინა მთლიანად რა ჭირდა, ჩაეწერა ზუსტად რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა
და ეს ქაღალდი უნდა გადაეგზავნა დამგზავრებულ ბიუროში. დამგზავრებულ ბიურო ამ ადამიანს პიროვნებას არ დაასაფლავებდა, სანამ იმ ქაღალდს არ მიიღებდა. მე რა ხდებოდა და ეს დაკრძალვა ხდებოდა ესე იგი ორ შაბათს უნდა მიიღონ დამგზავრებულ ბიუროს ეს ქაღალდი, სამ შაბათს შეიძლება ამ პიროვნების დაკრძალვა, 4 შაბათს ეს სერტიფიკატები იბეჭდებოდა დასაბეჭდობაში, 5 შაბათს გამოდიოდა გაზეთი, სადაც ეს ვიზახი მე-18 საუკუნეში ინგლისში გაზეთი, რომელიც ხიდა 4 შილინგი წელიწადში და ამ გაზეთში ყველა გარდაცვლილების ის იყო რა ქვია ჩამოთვლილი, სად გარდაიცვალა, რითი გარდაიცვალა, როგორ გარდაიცვალა. ეს გაზეთები დღემდე არის შენარჩუნებული ინგლისის მუზეუმში რა ეს მაშინ ეს ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე დღეს როდესაც კომპიუტერულ და 4 შილინგი დიდი თანხა იყო მაშინ წელიწადში უნდა ვიღაცას გადაეხადა წელიწადის წარმოიდგინეთ 4 შილინგი რომ წელიწადის განმავლობაში ყოველ 5 შაბათს მიეღო ეს გაზეთი ისე არავინ არ დასაფლავდებოდა რომ ეს ყოფილიყო ნიდერლანდებმა იმ დროიდან ხო დაიწყეს თავისი მოსახლეობის დაამატეს დაბადების ისიც რა ქვია დაბადების წლის აღრიცხვა ლევან რამდენად იყო იქ გამოკვეთილი აი თქო იგივე ეხა ფსიქიატრიული დაავადებით ადამიანი არ კვდება ჩვენ ეს ვიცით და ძირითადად ეს არის ის რაღაც შეიძლება გართულებით ან შეიძლება რაღაც სხვა პრობლემით გარდაიცვალოს მაგრამ ფსიქიატრიული დაავადება თვითონ ლეტალური მას არ იწვევს გამოსავალს ალბათ 100%-ით ვერ იტყვება რაფერს, მაგრამ სუიციდის გარდა, სუიციდი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ სუიციდი დაახლოებით 70%-ში არის ფსიქიატრიულ დაავადებასთან დაკავშირებული. ეს 70%-ში, 30%-ში არ. ხო, ანუ ეს როდესაც კლინიკური დეპრესია არა, იმედ თქვა შეიძლება ფსიქოტური იყოს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ნებისმიერი სტატისტიკა იმისთვის, რომ ალბათ გავიგოთ და გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე. და აი DSM-ის და ზოგადად კლასიფიკაცია და ყოველწლიური არა, მაგრამ ხშირი გადახედვები რას ემსახურება. როგორც ცნობილია, მან ესე იგი ცალკე მიდის კოგნიტური, ცალკე მიდის აფექტური, ცალკე მიდის ქცევითი პიროვნების აშლილობები, მთელი კლასტერებია შექმნილი, რომელიც ვთქვათ გადაჯგუფებებს ექვემდებარება მუდმივად. შეიძლება რაღაცა დიაგნოზის გადახედვა მოხდეს, შეიძლება რაღაცა ვთქვათ იქ სხვა სახელი და ამოღება იმას დამატება რაღაც სიმპტომის კლასტერს დიახ. და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მოაქვს სწორედ აი ამ ჩაწერას, ჩანიშვნას და აღნიშვნას ყველაფრის, იმიტომ რომ ამის გარეშე რა თქმა უნდა ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვექნებოდა. და აი მაინც როგორ ხდება ეს, რომ თქვათ იგივე ფსიქოზები და შიზოფრენია დღეს გამიჯნულია თან რაღაც ერთი ჯგუფია იგივე ვთქვათ ის აფექტური რაც არის ამდენი აშლილობები რაც ემოციურ მხარეს ეხება ეს დეპრესია იქნება თუ ბიპოლარული თუ რაც იქნება ეს ძალიან საინტერესოა სწორედ რომ მაყურებელმა მოისმინოს როგორ ხდება მათი დიფერენცირება და დიაგნოსტირება აი კიდე ისეთი ექსპერიმენტები გააკეთეს 90-იან წლებში წინა საუკუნის ერთ და იგივე პაციენტი ჩაწერეს და აჩვენეს ამერიკის ფსიქიატრს, აჩვენეს ევროპის ფსიქიატრს, ერთს კი არა, რამდენიმეს. ამერიკის ფსიქიატრმა დასვეს რაღაც შიზოფრენიის დიაგნოზები, შიზოფრენიასთან დაკავშირებული დიაგნოზი. თქვენ წარმოგიდგენთ, ევროპის ფსიქიატრმა დასვეს უფრო აფექტურ აშლილობასთან დაკავშირებასთან და ფსიქოზთან, აფექტურ აშლილობასთან დაკავშირებული ფსიქოზის ესა დიაგნოზები. ესე იგი ამათი გაერთიანება საჭირო იყო, იმიტომ რომ მაშინ განმარტოთ ლევან, ხო რა არის ფსიქოზი, რომ მაყურებლისთვის, არაპროფესიონალისთვის გასაგები იყოს. იგივე ფსიქოსა და ნევროს შორის ხშირად განსხვავებას ახლა ესეთი დილეტანტი ნამდვილად ვერ არჩევს ამას რა არის ეს ხო დღევანდელ დღეს ჩვენ საზოგადოება ძალიან საქართველოს საზოგადოება მართლა ძალიან კარგ დონეზე არის რასაც მე ვხვდები გარკვეულები არიან ძალიან კარგად იმიტომ რომ ინტერნეტის საშუალება არის რა შეესაბამება ნევროზი საერთოდ 80-იან წლებში DSM-3-ის მერე ამოღებული იყო იქიდან თავიდან და ის ნევროზის განყოფილებები რომლებიც იყო რატომღაც გაქრა იმასთან ერთად მაგრამ უნდა ყოფილიყო
ყოფილიყო ისე რატო არ შექმნეს აფექტური აშლილობების განყოფილებები არ ვიცი რატომღაც ეთქობა ესე ფსიქოზი რა არის კიდე ფსიქიატრიაში ჩვენ გვაქვს ესეთი იერარქია არის ყველაზე მაღლა დგას ფსიქოზები და ეს არის შიზოფრენია ესე იგი მაგრამ რას ნიშნავს ეს იერარქია ამ ფსიქოსთან ერთად ხო ფსიქოზის მთავარი ნიშანი არის რომ პიროვნებას დაკარგული აქვს რეალობის აღთქმა არ შეუძლია გაარკვიოს მართლა ხდება არ ხდება მართლა მასზე ხდება სხვისგან ხდება აი ეს არის მთავარი რომელიც ხელშესაკიდი არის მაგრამ ამ ფსიქოზებთან ერთად ხო შეიძლება იყოს დეპრესიული გამოვლენა ამას უკვე დაარქვეს ნეგატიური სიმპტომები რომელიც უნდა კონდეს მაგრამ კაი ხასიათი არ აქვს ადამიანს ან ამ ფსიქოზებთან ერთად რა თქმა უნდა პოზიტიური ნიშნებიც არის რომელიც არის სმენითი ჰალუცინაციები რაღაცა ისა რა ქვია ბოდვითი აშლილობები მხედველობითი ტაქტიკური ხელოვნებით უფრო ორგანულ ფსიქიატრიაში გადავა იქით კოგნიტიური აშლილობები უნდა კონდეს კონცენტრაციის დარღვევა მაგრამ ეს არის იმის კოლგის ქვეშ შიზოფრენიის კოლგის ქვეშ ესე იგი შიზოფრენიის დროს შეიძლება იყოს ყველა ეს სიმპტომი შეიძლება შფოთვითი აშლილობაც იყოს შეიძლება დავსვათ ჩვენი შფოთვითი აშლილობა ცოტათი ბევრი ფსიქიატრი იტყვის არაო დავსვათ შიზოფრენიას რომელიც ამ ნიშნებით არის რამდენი ხანი უნდა დაკვირვება ექიმის მხრიდან ფსიქიატრის მხრიდან რომ დაისვას ესეთი კონკრეტული დიაგნოზი ზოგჯერ ადამიანი თვით დიაგნოსტირებას ეწევა ხოლმე ხშირად მე უნდა გამოგიტყდეთ რომ მე ესეთი დიაგნოზები როგორც აი 100% ბეჭდ დატკმული არა ყველა ჩემი დიაგნოზი არის ეს რა ქვია working სამუშაო დიაგნოზი და პროცესის დიაგნოზი იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ისე ხშირად ვხედავ რომ მე ერთი მდგომარეობა რომელიც პაციენტი მოვიდა და 6 თვეში სულ სხვა მდგომარეობასთან მაქვს საქმე ძალიან ხშირად ხვდები ახლა იმიტომ რომ ნახე პაციენტები არ ამყავს და ამიტომაც გაიგე მე უფრო დინამიკა და სულ სხვა მდგომარეობასთან და სულ სხვა დიაგნოსტიკულ კრიტერიებს ახასიათებს ისა და მე ყოველთვის ვფიქრობ ნეტა 6 თვის წინ რომ ნახე გამომრჩა მე იქ რამე არა არ გამომრჩა ეს რას ნიშნავს რომ ეს არის სპექტრუმი ეს არის რაღაცა გარდამავალი ერთი მხრიდან მეორეზე და ატიპიურია თქო არა თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ხშირად არის ესე ძალიან ხშირად და DSM-5-შიც წერია რომ ეს არის ყოველთვის ის უნდა იყოს რა ქვია working diagnosis უნდა იყოს ეს არ არის რაღაცა სახელმძღვანელო სამუშაო დიაგნოზი არა სახელმძღვანელო სადაც წერია ისიც მინდა მე თქვა უკაცრავად უცებ გამახსენდა ყველაზე უფრო ხშირად DSM ყველაზე უფრო დიდი გაყიდვები ქონდა DSM-3-ის ყველა მსოფლიოში ყველაზე უფრო გამყიდვადი წიგნი იყო DSM-3 DSM-5 არის ყველაზე უფრო პოპულარული მარტო ფსიქიატრებში უფრო არც მეგონა იმაში რა ქვია მოსამართლეებში იურისტებში რომელიც დამცველებად მუშაობენ ან პროკურორებში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეს სიმპტომატოლოგია და ის თვითონ კრიმინალურ რაღაც აქტივობებთან ძალიან ხშირად ასოცირდება ესე იგი მათ შეიძინეს ეს წიგნები რომ შეისწავლონ ეს DSM-5 ძალიან ისეთი საფუძვლიანი ისა რა ქვია რა არის ის ძირითადი იგივე განყოფილებები მიმართულებები რა როგორ ხდება რა ნიშნით ხდება მუდმივი ცვლილება პირველ რიგში ეს არის ლიბერალიზაცია გარკვეულწილად და იგივე დისკრიმინაციის მოხსნა შესაძლებელი იყოს ვთქვათ იგივე ბევრ დიაგნოზს სახელი შეუცვალეს ზუსტად იმის გამო რომ მაგალითად რო ვთქვათ ბიპოლარული ადრე იყო მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი რაც რაღაცა ტყვიას ავიჭერდა და ადამიანისთვის განაჩენი იყო და აი ეს რომ განაჩენი არ არის ფსიქიატრიული დიაგნოზი ამაზე მინდა რომ ხაზი გაუსვათ რომ რეალურად ის სახელის ცვლილებაც ალბათ ჩემი ეს ამას ემსახურება რომ ცოტათი სხვა ემოცია გაუჩნდეს ადამიანს დიაგნოზისადმი და შეიძლება მეტი იმედიც რომ ეს მართლაც პროცესია სამუშაო დიაგნოზია და შესაძლებელია რაღაცა მისი თუ განკურნება არა მართვა და მასთან ერთად ცხოვრება და
და საკმაოდ ალბათ ისიც რომ ხარისხი არ დააგდოს ადამიანმა ცხოვრებას. დიახ. ესეთი ყველა მინდა რომ იცოდეს მაგალითად სპორტვითი აშლილობები ყველა არის ისა უმეტესობა არის განკურნებადი ეს არ არის ესეთი მდგომარეობა რომ არ ვიცით რას ვაკეთებ. კონკრეტულად რას გულისხმობთ მაგალითად? თუ გინდათ ფობიები, თუ გინდათ ისა რა ქვია შიშები, თუ გინდათ generalized anxiety disorder სპორტვითი generalizable სპორტვითი აშლილობა, თუ გინდა პანიკური შეტევები. ეს არის მკურნალობადი დღევანდელ დღეს. და მკურნალობა არის რა თქმა უნდა მედიკამენტოზური მკურნალობა და რა თქმა უნდა ის რა ქვია ფსიქოთერაპია და ამათი ის რა ქვია ამათი ერთად ის შეწყმა კომბინაცია. ნახეთ რას გვიშლის ხელს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე რაღაცა კომორბიდულობა, რაღაცა სხვა დაავადება ამ სპორტებთან და ამ სპორტის აშლილობასთან. ეს რა კომორბიდულობა გვაქვს? ეს გაძლიერებული სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის ისა, ნარკოტიკების მოხმარება. მაშინ დიაგნოზებს გადავდივარ. მაშინ ესეთი ის არა გვაქვს, რა ქვია, ესეთი 100%-იანი გამოჯამრთელების მომენტი არა გვაქვს იქ. მაგრამ ისეთი დაავადება როგორც შესაძლოა მართვადი არის. დღევანდელ დღეს გვაქვს გადასარევი მედიკამენტოზური საშუალებები და ვიცით როგორ ისა რა ქვია, მაგრამ მარტო მედიკამენტოზური არ ჭირდება. იმათ ჭირდება სოციალიზაცია, იმათ ჭირდება რეაბილიტაცია, იმათ ჭირდება რომ იგრძნონ თავი რაღაც გუნდის, რაღაც იმის წევრად. და ესე დღევანდელ დღეს არ გვაქვს და ძალიან ცუდია რომ საზოგადოებრივ ძალიან დიდი შრომები არის ჩატარებული რომ ეს ხალხი ინტეგრირებული იყვნენ ჩვეულებრივ საზოგადოებაში. ლევან, აი თქვენ დუალური რომ ახსენეთ, რეალურად იყო დრო მე ეხლა ზუსტად ამ წუთას რა ხდება ამ ხრივ არ ვიცი რომ თქო იგივე ამ ორმაგი დიაგნოზის მქონე ადამიანებს რომელიც იყო თან მომხმარებელი და თან ქონდა მას რაღაც ფსიქიკური პრობლემა არც ფსიქიატრები იღებდნენ და არც ნარკოლოგები ესე პირობითად რო ვთქვათ რა იმიტომ რომ ფსიქიატრისთვის ეს იყო იქ იყო ადიქცია წამყვანი და ნარკოლოგისთვის იქ იყო წამყვანი ვთქვათ ფსიქოზი ან დეპრესია ან ნებისმიერ და აქედან გამომდინარე ისედაც ძალიან ცოტა საწოლები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში როგორც ფსიქიატრიაში ასევე ადიქცია იგივე ნარკო თემასთან დაკავშირებით დამოკიდებულების თემასთან დაკავშირებით თითქოს ჩამოსათვლელი კლინიკებიც და სპეციალისტების და პირობების იმ ფონზე რომ ძალიან მაღალია რიცხვი მომხმარებლების და აი ეს კიდე ცალკე თემა როგორ ხდება ამისი დარეგულირება ამით ამ დუალური დიაგნოზის დღევანდელ დღეს ძალიან ცუდად ხდება არ მინდა ხა ნეგატიურად ვიყო განწყობილი მაგრამ რაც ფაქტები გვაქვს რატომ იმიტომ რომ ეს რამ გამოიწვია იმიტომ რომ გაიყო ფსიქიატრია და ნარკოლოგია ერთმანეთისაგან რატომღაც გააკეთა ორი ხო მე მგონი ევროპაში არ არის ევროპაში ესე არ არის ეს თქვენ წარმოგიდგენთ ავსტრალიაშიც გაიყო ეს 80-იან წლებში იმიტომ რომ მხოლოდ დაფინანსების მხრიდან იმიტომ რომ უნდათ რომ ნარკოლოგებთან ისა ნარკოტიკულ მომხმარებელთა იმათ თვითონ თავისთვის ისა თვითონ თავისთვის არ გადახედათ მიეხედათ თავი ამიტომ იყო გახსნილი ის რა ქვია რეაბილიტაციის ფერმები და რა ვიცი და მოგეუბნებით ეს ასკაციანი კომიუნიტები იყო რომლებიც გამოჯამრთელებაში იყვნენ და აკეთებდნენ იმის შემდეგ რაც მუშაობდნენ და საზოგადოებრივ დავლას ქმნიდნენ იმის შემდეგ რაც მათი გონება განწყობა ფსიქოზი ყველაფერი დაალაგეს ფსიქიატრებმა გაიგეთ რადგან თანხები ფსიქიატრმა უფრო მეტი მოითხოვეს ეს ხო სახელმწიფო იხდის ყველაფერს თანხს პიროვნება ავსტრალიაში ყველა ქვეყანაში ამერიკის გარდა ეს სახელმწიფო არის ისა responsible სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ყველა სამედიცინო დახმარების მიწევაში ყველა ქვეყანაში გავუტანო ინგლისშიც ავსტრალიაში ამერიკის გარდა ამერიკა არის ეს ბიზნეს მოდელი აქ ბიზნეს მოდელი არის შექმნილი მედიცინის ეს საინტერესო ხო ეს ყველაფერი სახელმწიფოს ეს იგი სახელმწიფოს იქ მოვიდათ კონფლიქტი ეს რომ ეს იმ პიროვნებებმა რომელსაც დამოკიდებულება თვითონ უფრო ნაკლები თანხები იყო ჩადებული საზოგადოების დამოკიდებულება როგორი მაგრამ ახლა
უკვე ბოლო რამდენი მე 5-3 წელი იქ ვარ 2010 წელს უკვე ერთიანდებოდნენ ყველანი სერვისები ერთიანდებოდა იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მათი გაყოფა ესე არ შეიძლება მაგრამ ხომ ფიქრობთ ლევან რომ ცოტა მაინც ცალკე სპეციფიური ცოდნაა ნარკო თემა ნარკოლოგია და მართლაც ექიმები არიან ნარკოლოგები და მშვენიერი ექიმები ყავს ჩვენ საკმაოდ ვირტუოზებიც იმიტომ რომ ქართული ნარკო ეს რა ველი რაც ჩვენთან არის ეს ასე ვთქვათ სურათი რაც გვაქვს ჩვენ ეს პალიტრა არის საკმაოდ რთული ამ თავის საბჭოთა, თავის გადმონაშთებით, თავის კურსტარულებით, თავის ახალი შემოსულებით და აი ეს ნაირ-ნაირი ვარიაციებით. ზოგადად კაცობრიობა და მარცხდა ამ სენის წინააღმდეგ და ხა ჩვენ მით უმეტეს, როდესაც ეს რაღაცა გაუმართავობაც გვჭირს და ეს კიდე ცალკე თემა და ფსიქიატრია მაინც რაღაც საბჭოთა კავშირის პირობებში ცალკე ვითარდებოდა და ზოგჯერ მათ შორის ბჭყალებში რაღაცა კონფლიქტი თუ არა, რაღაცა შეუთავსებლობაც იყო ხოლმე, თუმცა ალბათ ეს დასალაგებელი თემაა და შეიძლება ლაგდება თანდათანობით. უნდა დაალაგდეს, იმიტომ რომ ასე თუ ისე ეს დაულაგებლობა დიდ გავლენას ახდენს მთელ მოსახლეობაზე, საქართველოს 3.5 მილიონ მოსახლეობაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით თითოეული ფსიქიატრიული დაავადებული პაციენტის უკანეთი 7 სხვა ადამიანი დგას ხო რომელიც არის. ასე რომ ეს დიდი საკითხია და არ არის ადვილი დასალაგებელია, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც სახელმწიფოს დონეზე ესა რა ქვია ჩართულობა და იქ მიხედვა. არის რაღაც პრაივატ ორგანიზაციები, რომლებსაც უნდათ ამ საქმეში ჩარევა. როდის მოხდა ბოლო გადახედვა და რა იყო იქ განსაკუთრებული? 2013-ში გამოვიდა DSM-5 და განსაკუთრებული რა იყო? აქამდე DSM კლასიფიკაციებში იყო, რომ პირველი უნდა მენტალური დაავადება იყოს ჩაწერილი, შემდეგ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი ეს აქსისებად იყო დაყოფილი. მენტალური, შემდეგ უნდა პიროვნული რაღაც ცვლილებები ჰქონდა პაციენტს, შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცვლილებები, შემდეგ სოციალურად რამდენ სოციალურ მდგომარეობაში სამსახურში სიარული შეუძლია რა პრობლემა გაუწია და შემდეგ ჯენერალსკო უნდა ციფრი უნდა გამოგვეყანა რამდენად არის ამ ადამიანის შრომის უნარიანობა ეს ყველაფერი შემცირებული გაფსკო უნდა გამოგვეყანა ესეთი ის DSM-5-ში აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდით, რომ ამის გამოანგარიშება ჩვენ არაფერს არ გვაძლევს, არც გვეხმარება მკურნალობის არც დიაგნოსტირებაში, არა. და დიაგნოსტირება კიდე ძალიან საინტერესო, რაც უფრო მეტ სწავლობთ ფიქრზე, მით უფრო მეტი დიაგნოზები ჩნდება. მით უფრო აი მაგალითად ხო ვიცახით ახლა რომ აუტიზმები და ესე რა ქვია ეს attention deficit ყურადღება დეფიციტი ხალხი გაიზარდა არა იმიტომ რომ ADHD-ები გაიზარდა არა იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლობთ ამ დაავადებებს და იმიტომ რომ ვიცით რომ ესეთი არსებობს ვიცით რა მკურნალობა ჭირდება მათ და ესე იგი ეს აქსის სისტემა მოიხსნა და რა თქმა უნდა DSM-5-შიც როგორც წინა გამოცემებში წერია რომ ეს არის სამუშაო დიაგნოზი აუცილებლად ყველა დიაგნოზი ყველა ნებისმიერ სქიზოფრენი აუცილებლად უნდა განიხილოს როგორი სპექტრუმ მდგომარეობა აფექტური მდგომარეობა ცალკე გამოიყვანეს და თქვენ ნახეთ ის ანგზაეში პროტვითი აშლილობები გამოიყვანეს და ცალკე გადავიყვანეს კვებითი აშლილობა ცალკე თავად გამოყვეს კვებითი აშლილობა ობსესიური კომპულსიური აშლილობა და სექსუალური აშლილობა ცალკე თავად გამოყვეს იქა ესე იგი ეს დაავადებები კიდე არ არის ისე მთლიანად გამოკვლეული იმის ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით ობსესიური კომპულსიური აშლილობის შესახებ რომ ჩვენ გვაქვს ეს ტვინში ნაწილები რომლებიც ესე რა ქვია დაბატარებული არის როდესაც პაციენტი მწვავე ფაზაშია და როცა მკურნალობის შემდეგ ესენი იზრდება ჩვენ შეგვიძლია თვალით დავინახოთ ალბათ ეს პრეფრონტალური კორტექსი არა ტემპორალური ეს ერთი თქვენ წარმოგიდგენთ ეს ერთი ბიოლოგიურად დამტკიცებული ცვლილება შეგვიძლია ნახოთ ჩვენ ადამიანის ტვინში რა ხდება იქ და როგორ ტვინში არ ჩანს ხოლმე ეს ცვლილებები ძალიან თუ
თქვა ნეირონების დონეზეც კი აი მაგალითად ალცჰაიმერი თუ პარკინსონი ძალიან დიდ ღრმა დონეზე როგორ არ ჩანს ნეირონების დონეზე და ეს თავიც პარკინსონი ალცჰაიმერი გადმოიყვანეს ამ ნეიროდეველოპმენტალ დისორდერს და ეს კოგნიტივ დეფიციტში გადაიყვანეს კოგნიტურში პარკინსონი რა თქმა უნდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ნევროლოგიასა და ფსიქიატრიას შორის ზღვარს ვერ ხა მით უმეტეს ადამიანი რომელსაც არ აქვს მედიცინასთან შეხება და ზოგჯერ რა ვიცი შეიძლება ქონდეს კიდევაც შეხება აი აქ ზღვარს ვერ ავლებს თვითონ აი თქვენ ამბობთ რომ ფსიქიატრიული დიაგნოზიც კი პროცესია ხო და რაღაც სამუშაო დიაგნოზია და ხშირ შემთხვევაში აქ ხო ნევროლოგიური პრობლემებიც არის ისევე როგორც ფსიქოლოგიური და აი აქ სად არის ეს გამიჯვნა ძალიან საინტერესოა თქვა აი რა შემთხვევაში მიმართოს ადამიანმა ფსიქიატრს რა შემთხვევაში ნევროლოგს ძალიან კარგი კითხვა ორივე მდგომარეობაში ფსიქიატრის ნევროლოგიაში ტვინი არის ცენტრალური ნერვული სისტემა არის ჩართული და ის მოქმედებს ჩვენ სხვანაირად ხედავ ესე იგი ნევროლოგია არის კონკრეტულ ის ნიშნებზე აგებული ის არის აქ ის არ არის ერთ წუთში გააკეთებ რეზონანსულ სკანს გააკეთებ ნახავ რა დაღვევა არის და როგორ არის დაღვევა ზოგჯერ იმის ნევროლოგიური ჩაქვრის მიგაკუნებაც აღარ არის დღევანდელ დღეს საჭირო სისხლის ანალიზი და დააგდებ დიაგნოზს ფსიქიატრიაში ეს არ აქვს ფსიქიატრში გჭირდება უფრო სხვა ინტერვიუ ტაქტიკა უფრო სხვანაირად გჭირდება ახლა არ ვიცი ახლა რომელი ნევროლოგი შეეკითხება პაციენტს აბა მითხარი ისა რა ქვია როგორ იგრძენით მამაშენმა ველოსიპედი ახალ წელს რო არ მოგიტანა ან და როგორ კაი რაღაცნაირად ესეთ კითხვებს არ დაუსვენ და ძალიან სწორიც არის იმით სწორიც არის ახლა ეს არაფერი ის არა ასე ქვია დასაძრახი არა კი ნუ ეს არაფერი პრობლემაა ერთ წუთში ნევროლოგი ძალიან მაგრებია ადრე ნევროლოგიც ვიყავი და ძალიან მიყვარს ეს პროფესია და ზოგჯერ გადავხედავ ხოლმე ამ ციგნებს რომელიც და ფსიქიატრიაში სხვა ინტერვიუ ის ქართველი პაციენტი ცოტათი სხვანაირია რომ იცოდეთ რომ ბევრს უკითხია ჩვენთვის ამას რატომ ეკითხები რაღაცა გაიგე და არა ეს მე მჭირდება გაიგე მე მჭირდება რომ მე ვიცოდე რომ მაგალითად დედა მამა და ორი შვილი ცხოვრობენ სადღაც 38 კვადრატულ მეტრში და სადაც ეს ორი ბიჭი და შვილი გოგო და ბიჭი ძინავთ ერთ ოთახში რა ბიჭი არის 13 წლის გოგო არის 15 ან 17-18 გაიგეთ მე ხო მივხვდით ეს უნდა ვიცოდე მე რა როდესაც ხო არა გაიგეთ რა გარემოში არის რა ძლევს იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით თუ ცხოვრობთ რაღაცა ისეთ პატარა სივრცეში სადაც ერთმანეთს ნუ ესე ვთქვათ ვეჯახები ერთმანეთს ხვდებით დღეში 15 მეტრზე ეს იწევს რას კონფლიქტს იწევს იქ ხო საკუთარი სივრცე თუ არ აქვს. დიახ, ეს ქვეცნობიერად, ეს რაღაც ცნობიერად კი არ გადასაროთ უყვართ ერთმანეთი, გადაკვდრარი ერთმანეთს, მაგრამ ეს ხო არ შველის, გაიგეთ. და ესეთ რაღაცებს რო ვეკითხები, რა ეს რა შვაშია. აიგე, რა ზოგი ესეთ ბრაზიანად, მაგრამ ნუ ეს მე უხსნი და ჩემი ნახევარი ინტერვიუ გადის ახსნა განმარტებაში რა მართლა გეუბნებით რა ხდება და როგორ ხდება. ახლა კიდე DSM-ზე ვთქვათ. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მარკერებს. რა ამ ერთი დაავადების, მეორე დაავადების და მე გადავედით რაზე. ჩვენ ახლა ვეძებთ დაავადების მარკერებს კი არა. პიროვნების მარკერებს და დღევანდელ დღეს არის საქართველოში ლაბორატორია, სადაც შემიძლია მე თბილისშია ლაბორატორია, სადღაც გაგზავნა არ არის საჭირო საზღვარგარეთ, გავაგზავნო სისხლის ანალიზი და მითხრას იმან, რომელ ანტიდეპრესანტზე ექნება ამ პიროვნებას დადებითი ეფექტი. ой, რა სამბობთ. მართლაც მეც გაკვირვებული ვარ და თანამშრომლები ლაბორატორიასთან ეს სახელს არ ვიტყვი არაფერი, მაგრამ როიც ხალხმა როიცოდეს. ისევე როგორც ონკოლოგიაში ხო იყო შემოსული ეს რა ფსიქიატრიაში რატო არ შეიძლება გამოიყენოს რომელი ონკოწამალი დაეხმარება ამ სპეციფიკურ პაციენტს. ხო, ეს რამდენი ხანია ეს ნუკეთებერთი 5-6 წელიწადი აკეთებენ ამას, ხო? რატო არ გამოიყენოთ ეს ფსიქიატრიაში? და რასთან არის რასთან კორელირებს ეს ვთქვათ ეს ანტიდეპრესანტი? გენეტიკურ ახლა ჯერ მე მეგონა რომ რაღაც მეტაბოლიზმი რომელი გენებია ჩართული რომელ გენებზე ის მაგრამ არა ჩართული არის უფრო ღვიძლის ფუნქციის იმიტომ რომ ნებისმიერი ანტიდეპრესანტს ვსვათ ის უნდა დაიშალოს ღვიძლის ციტახრომების მიერ და მე პატარა აქტიური ნივთიერებები რომ წავიდეს ზუსტად ღვიძლი რამდენ ხანში რომელს უკეთესად შლის და რას უკეთესად აკეთებს
საინტერესოა. სხვა ეს სანამ გავაგრძელებთ, აუცილებლად მინდა გენეტიკურ ნაწილს შევეხო, იმიტომ რომ ხშირად არის შიში. ჩვენს კულტურაში ისეც ყოველთვის იყო, რომ აი მშობლები, ბებია, ბაბუები რაღაცნაირად ეს არსებობს სცენარი, ფსიქოლოგებმა ეს კარგად ვიცით და ეს სცენარი, რომელიც არის პატერნი გარკვეული, გამკლავების კოპინგ მექანიზმებით იქნება თუ სტრატეგიებით თუ ცხოვრების წესი, რომელიც გადმოდის, იმიტომ რომ ადამიანი სწავლობს ასე ვთქვათ, ტვინი ამის კოპირებას აკეთებს და რაღაცნაირად მას იმეორებს, მაგრამ განსაკუთრებით ფორს მაჟორში, ანუ ესეთ შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე, რა წილი აქვს გენეტიკას და თუ არის ხომ ესეთი კითხვები და თუ არის შიში ამასთან დაკავშირებით, როდესაც პაციენტები მოდიან თქვენთან. და რა განსხვავება იგივე საინტერესო თქვენ მუშაობთ ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში და ეს ერთდროულად ეს რაღაც ფაზლისთვის სამი სხვადასხვა თუმცა ის ანგლოსაქსონური სამყაროა და ეს კავკასია საინტერესოა და ახლა ასე თუ ისე მაინც კავკასიელი საბაქმე მე კავკასიული ხედვა მაქვს ამ ყველაფრის ყველა ქვეყანაში იხმარება ესეთი მოდელები სტრეს დიეტეზის მოდელს ესე იგი რა გვაქვს ჩვენ გენეტიკურად ჩასმული რამდენი სტრესი გვჭირდება ჩვენ რომ ამ გენეტიკურ ჩვენ ფონში რაღაცა გენები ჩართოს ეს იქნება სპორტის გენი იქნება ფსიქოზის გენი იქნება იმის გენი და აი ამ სტრეს დიეტეზის მოდელში ხო ძალიან კარგად ჯდება გენეტიკური ისინი რა ქვია ესე იგი ჩვენ არ ვართ არც ერთი მე შემიძლია ვთქვა რაღაც გენეტიკურად ისე გამძლეები არ ვართ რომ იმიტომ ჩვენ არ ვიცით რა სტრესს გაუძლებთ მაგრამ სტრესში რა ითვლება დღევანდელ დღეს და ისინიც რაც ხვდი რომ exposure თუ გინდა რადიაციას, exposure თუ გინდა substances, exposure თუ გინდა დრაგა ისა რა ქვია, ნივთიერებების ისა, ბულინგი, ეს არის სტრესები, რომლებმაც შეიძლება ჩვენ ვალნურები იმას რა ქვია, მოწყადობის მოდელში ჩაგვირთოს რომელიმე გენი. ანუ მანიფესტაცია გამოიწვევს და ამიტომაც ვარ მე მაგალითად უკაცრავად მაგალითად არ ვარ თქვა წინააღმდეგი რომ აი ის 100 წელი ეწევა მარიხუანას არაფერი არ მოსვლია მე მინახია ბიჭები ერთხელ მოწიეს მარიხუანა და ფსიქოზები დაემართა და ზუსტად აი ეს მოდელი თამაშობს იქა ეს მოდელი დაერღვათ ეს ცხოვრება მე მინახია სპორტსმენებიც რომელმაც ისე გადასარევად იყვნენ ყველაფერი მაგრამ რაღაცა მოხდა სტრესი მოხდა დაიწყეს რაღაც ისე დაენგრა მიღება რაღაც ის ალკოჰოლის გამკლავება იმ ემოციებთან რომლებიც მაგათთვის მიუღებელი იყო მაგრამ რა ჩართო იმან აი ეს ვალნურებელი ისა მოწყადობის მოდელი ჩართო ჩაირთვა ეს გენეტიკურად ჩაირთვა ეს ისინი ჩაირთვა ეს რა ქვია გენები და იმიტომ რომ ფსიქიატრია არის მულტიგენური დაავადება. ყველა დაავადება ჩვენ ვიცით ეს შეიძლება ადრეული ალცჰაიმერის რა გენები აქვს ცოტა მოგვიანებით ეს ვიცით გენები ვიცით მაგრამ საერთოდ სიზოფრენია დეპრესიის ყველაფერი მრავალ გენზე დამოკიდებული მდგომარეობებია. და რაღაც ერთობლივ მანიფესტაცია, როდესაც ხდება რამოდენიმე ფაქტორის ერთ დროსა და სივრცეში ერთად მოხვედრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი არ იყოს ადამიანი შეშინებული ამის გამო, რომ თქვა თუ მის წინაპრებს ჰქონდათ, რომ ეს აუცილებლობა არის, რომ მასაც დაემართება. აუცილებლობა არ არის. მოწყადობა იქნება და არავინ არ უნდა მოვატყუოთ რომ არ ჩვენ მაგარი ხსენ არაფერი დაგმართება. არა. მოწყადობა არის, მაგრამ თუ დაიცავს თავს. ეს იქნება სტრესისაგან, ეს იქნება ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რა შეიძლება რა გამოიწვიოს, კაი? შეიძლება სტრესი სამსახურშიც. მინახია სტრესმა სამსახურში გამოიწვია რაღაც ისეთი მდგომარეობა პიროვნებაში, რომ დაიწყო, მაგრამ რო ჩავყევით, დედას ესე სპორტები ქონდა, იმას სპორტები ქონდა და დაიწყო ეს სპორტები, მაგრამ დაალაგდა ეს ყველაფერი. და აქაც იცით რა თარგეთი სამიზნე სხვადასხვა რამ შესაძლებელი იყოს გულსიძარღვოვანი და გულწრფელი სისტემა და შესაძლებელი იყოს ფსიქიკური რაღაცა აშლილობა და შესაძლებელი იყოს ქცევითი პატერნი რომელიც მოყვება სტრეს ანუ ტრაუმას აი რასაც თქვენი წახით გამოვლინება რა იქნება იმ სტრესის სომატური რა ჩვენ ხო და სომატურიც იმაში არის მიბმული ხო ვიცით DSM-5-ში ხო ვიცით ცალკე არის სომატური გამოყოფა ფსიქოსომატური ფსიქოსომატური რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც შეიძლება იყოს აი იგივე პროფესიული ბერნაუთები გადაწყვეტების შემთხვევაში ადამიანის ჩვეულებრივად ახასიათებს ისეთი სიმპტომები რომელიც რომ არა ეს მიდგომა
საკუთარი თავისადმი და პროფესიისადმი შესაძლებელია არ ქონოდა. კი, რა თქმა უნდა და რომ არა ის მეგობრები, კოლეგები დავარქვათ, რომელმაც გვერდზე დაგიდგებიან და გეტყვიან, აბა ცოტათი ახლა ისე რა ქვია. დაიცვენენ რომ არ გადაიწვე, იმიტომ რომ ჩვენ ხო იმ მომენტში ჩვენ ხო ვერ ვხედავთ ვერაფერს. ჩვენ ხო ვერ ვამჩნევთ ჩვენ თავს. ეს ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები გვამჩნევენ რომ ჩვენ შევიცვალეთ. რომ ჩვენ რაღაცა ისეთები არა ვართ როგორც ვიყავით ან ისეთი ლაღები არა ვართ ან რაღაცა გვაწუხებს და რადგან ნევროზები ამოიღეს მთლიანად აქედან შროთვითი აშლობით შეიცვალეს ხო ანუ პრინციპში ნევროზების შემთხვევაში ფსიქიატრთან აღარ მოდიან პაციენტები მე მგონი ნევროზების შემთხვევაშიც დადიან იმიტომ რომ ნევროზი არის აბსოლუტურად ყველა დაცვით მექანიზმი ხმარობს ადამიანი ის არის ადეკვატური მან იცის თავი შეუძლია შეაფასოს თავის მდგომარეობა. ფსიქოზის შემთხვევაში უჭირს და ძალიან ხშირია ლევან რომ მშობლები ან ისინი ოჯახის წევრები ამბობენ რომ არ გვემორჩილება რომ ან ექიმთან წავიდეს და არ აღიარებს რომ რაღაცა ჭირს და გვეუბნება რომ აი თქვენ ხართ ავად და თქვენ მიხედეთ თქვენ თავს თორე მე იმიტომ რომ მაინც ადამიანის ადეკვატურობა მაგაზეც გადის რამდენად შეუძლია შეაფასოს თავისი მდგომარეობა აქ შეიძლება შეფასებას გაურბის ეს ადამიანი ან უბრალოდ ამის რესურსი არ აქვს იმდენად გარემოსთან ჩაშლილი აქვს კომუნიკაცია მას აღარ აქვს ადაპტაციის რესურსი არ ვერანაირად ვერ იყენებს ადაპტაციას რაც პრინციპში ჯანმრთელობის ერთ-ერთი ფორმულა არის ხარა ჩვენი უნარი ადაპტაციის ხო ადაპტაციის და კოოპერაციის ესეც არის ხოლმე რომ როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ვისაც მართლა პრობლემა აქვს და თვითონ პრობლემა აქვს და გარშემო ყველას პრობლემა აქვს ხო კიდე იმ ოჯახის წევრებს თქო შესაძლებელია ქცევა იყოს ძალიან უკიდურესად აგრესიული დესტრუქციული აუტოაგრესიული სხვების მიმართ თუ კიდე აგრესიულიც არ იყოს მარტო იწვეს და არაფერს არ აკეთებს ეს ფარდები ჩამოფარებული და ოთახიდან არ გამოდის არც ჭამს თუმცა არც არავის არ აწუხებს ხო ხო თითქოს ხო და მას არ აქვს განცდაში კი აბსოლუტური იგნორირებას უკეთებს თავის მდგომარეობასთან არ არის იმაში თავსებადი თავსებადი და აი რა უნდა ქნას ამ დროს მშობელმა ჩვენთან არ არსებობს მე მგონი ეგეთი სერვისი რომ თქოთ გამოიძახო და ძალით მკურნალობა გამორიცხულია ხო ძალით მკურნალობა გამორიცხულია მაგ შემთხვევები უნდა გავითვალისწინოთ ის ყველა ქვეყანაში არის ესეთი რაღაცა. ჯერ ესეთი მშობელს შეუძლია დაწეროს განცხადება და სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ახლა საქართველოში ასე შორს არ წავა ეს არ მგონია. იმ საქმეს სანამ განიხილავენ შეიძლება ადამიანმა ამიტომაც ოჯახის ექიმები აუცილებლად უნდა იყვნენ ამ საქმეში ძალიან ჩართულები და გათვითცნობიერებულები. ესე იგი ოჯახის ექიმი საზოგადოებრივ როგორ არის? ოჯახის ექიმი მიდის, ნახულობს რა სიტუაცია, იმ წუთშივე იძახებს ფსიქიატრს, რომელმაც აუცილებლად უნდა ნახოს ეს პაციენტი და ფსიქიატრი იღებს გადაწყვეტილებას. რა არის ამ პაციენტისთვის საჭირო, მაგრამ რა არის საჭირო მადამდე აქვს თუ არა პაციენტს საშუალება, ტვინიერი საშუალება, რომ მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება. როგორც კი დაწერა იმან რომ არა აქვს საშუალება, იმ წუთშივე მიიღავთ საავადმყოფოში. მაგრამ ფსიქიატრებს აქვს კიდე ერთი ისა რა ქვია, საშუალება. მე შემიძლია დავწერო, მე არ ვარ დაწუნებული რომ ამას აქვს ან არ აქვს ისე რა ქვია, საშუალება რომ მიიღოს. ხო, რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად. და ამიტომაც მე მჭირდება ეს პაციენტი 3 დღით გამოსაკვლევად საავადმყოფოში. მე ამას ვწერ, უგზავნი ჯაჯს, მოსამართლე იქვე ადებს რეზოლუციას 3 დღით გადავიდეს საავადმყოფოში, იქვე. ადეს გადადის საავადმყოფოში. 3 დღით ეს მარტო ჩემი იმის პასუხისმგებლობით არის ეს პაციენტი. 3 დღის შემდეგ რა ხდება ყველა შემეკითხენ კოლეგებმა. რა ხდება სხვა ორმა ფსიქიატრმა უნდა მოვიდეს და თქვას ლევანიმ გააკეთა სწორი გადაწყვეტილება, რომ ამისი საშუალება ტვინიერი და გონებრივი საშუალება განსაზღვრა ის, რომ მას არ ქონდა, ამ პაციენტს არ ქონდა საშუალება, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. და იგეთ ის უკვე ჩემ გადაწყვეტილებას აკეთებენ. თუ იტყვიან კი სწორედ გააკეთა, ამ პაციენტის მკურნალობა გრძელდება შემდეგ 2 კვირით. იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი მდგომარეობა ჩვენ გვაქვს მაგის გაიდლაინები, შეგვიძლია გამოვიყვანოთ 2 კვირის შემდეგ, რომ ინტერვიუ ჩავატაროთ პაციენტთან 2 კვირის განმავლობაში. ინტერვიუ ჩავატაროთ პაციენტთან, თუ რა ხდება, როგორ ხდება, რომ პაციენტი შემოვიყვანოთ ჩვენთან ურთიერთობაში.
ანუ ეს ორი კვირა არის გამწვავების მოხსნას გულისხმობთ. გამწვავების მოხსნა მომზადება პაციენტის იმ მდგომარეობისა, რომ პაციენტმა მთლიანად ჩაერთოს ინტერვიუ პროცესში, მკურნალობა თუ გავარკვიოთ რა ხდება იმ გონება პაციენტის გონებაში. მაგდროს ყველაფერი ანალიზები უკეთება, ექთნები ეს მთლიან წერენ დაკვირვებებს და ყველაფერს. იმიტომ რომ ჩვენი დიაგნოზი რაზეა დამყარებული ის დაკვირვებებზე, რომელსაც ვაკვირდებით პაციენტებს და იმ ჩივილებზე, რომელიც პაციენტი მოგცემს, მაგრამ ხო არის პაციენტები, რომლებიც არ არის კომუნიკაბულური, არ უნდა ჩვენთან საუბარი, ჩივილები ესე იგი არ აქვს, ჩივილები აქვს ნათესავებს, მაგრამ ხო ესეთ გასარკვევი არის. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ფსიქიატრზე, რომ ამან ეს მიიღოს, ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ ეს ესე არის. აი ჩვენთან როგორ არის? ჩვენთან არ არის ესე. კი, იზოლებით მკურნალობები აქვს ფსიქიატრიის ლისტში ხალხს, მაგრამ ის სხვა პროცესია, სხვა პროცესია. იქ რაღაც მე მგონი პატრულია ჩართული უფრო და როდესაც რაღაც საშავებს ალბათ ხო? დაშავებამდე არაფრის დიდებით არაფერი არ უნდა მივიდეს, სანამ ესე იგი ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვზივართ და კრიმინალიზაციას უყურებთ. დააშავებს ეს თუ არ დააშავებს და ჩვენ ვზივართ კუთხეში ველოდებით. დააშავა, დაგიჭირე და ჩაგასვე ფსიქიატრში, ესე ხო არ არის? რა თქმა უნდა. ესე არ შეიძლება. ჩვენ დაშავებამდე პრევენცია არის ყველაზე მთავარი, ისე რა ქვია, პრევენცია. პრევენციის ერთ-ერთი ნაწილი არის ფსიქოგანათლება, როგორც საზოგადოების, ისე თვითონ პაციენტების. და მე მგონი ძალიან სწორად ჩვენებიან იმის მოსამართლეები და ის ვთქვათ იურისპრუდენციაში მომსახურე ადამიანები, რომლებიც თუნდაც რაღაცა პრაქტიკული ფსიქიატრიის კურსი რო გაიარონ, ან რაღაცა ელემენტარული სიმპტომატიკა იცოდენ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი მეც მიფიქრია, ჩვენების მიცემის დროს ადამიანი რა მდგომარეობაშია, აფექტურ მდგომარეობაშია მაშინ თუ მაშინ, როდესაც ის იყო იმ ადგილას თუ მოწმე იყო, რამდენად მართლა დაინახა თუ მართლა მოესმა თუ ეს ყველაფერი ისეთი სერიოზული გასარკვევია, რომ ნამდვილად ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო მაგათ აქვთ, არ თუ ეს განათლება მით უმეტეს არ აქვთ. წარმოიდგინეთ და მაგრამ ეს რაღაც ელემენტარული ნამდვილად ყველას გვჭირდება, როდის შემოდის განგაში, აი გარშემო მშობლებთან, ან როდესაც ძალიან იცვლება ქცევა ხო ადამიანის. როდესაც ვეღარ ცნობენ, თორე მანამდე პატარ-პატარა სიმპტომებს ჩვენ ვერ ვხედავთ. ზოგჯერ ოჯახშიც კი ვერ ვხედავთ ამას, იმიტომ რომ თვალს ისე ვაბრუნებთ, თვალს ხუჭავთ. რაღაცნაირად ამას ზოგჯერ გარდატეხის ასაკი, ალბათ რაღაცებს მივაწერთ და თითქოს გაურბივართ ჩვენს ამას ამ რეალობას და რაღაც მომენტში შეიძლება იყოს აი ძალიან სერიოზული უკვე დაგვიანებული. ძალიან ხშირად ხდება, ხშირად ხდება ძალიან არ ვიტყვი, რომ ეს დაგვიანებული მომართვიანობა ძალიან და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს აი მაგალითად იგივე ფსიქოზის შემთხვევაში და ფსიქოზი ქრონიკული მდგომარეობა ადამიანის ეს არის მართლაც პროცესი რაშიც უნდა იცხოვროს და ისწავლოს როგორ იცხოვროს და ასევე თუ არის თქვა დეპრესიის ისეთი ფორმა რომელიც არის სახიფათო თვით დესტრუქციისთვის და აგრესიისთვის აი ამ შემთხვევაში თქვა მუდმივი მონიტორინგს ვინ უნდა აწარმოებდეს ან როგორ სახელმწიფო დონეზე ხდება თუ ისე თქვა ქვეყნებში სადაც მე ვარ ნამუშევარი ყველაფერი სახელმწიფო დონეზე ხდება და ეს ფსიქიატრების მიერ რა თქმა უნდა იმ ქვეყნებში კერძო ფსიქიატრიული საავადმყოფოებიც არის მაგრამ ის სხვა პიროვნებებისთვის არის განკუთვნილი DSM-5-ში არც ICD-10-ში არ ვიცი როგორ სიტყვა ქრონიკული არ არსებობს იცით ეს არის გარდამავალი ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში ერთი ფაზიდან და ჩვენი მიზანია მივახციოთ რემისიას მაგრამ ქრონიკულ რემისიას თუნდაც ეს ქრონიკულ რემისიას იყოს ეს ის ძალიან დიდი კვლევები არის გაკეთებული ფსიქოზებზე რომლებიც არ იყვნენ დროზე ნამკურნალები იცით რომ 6 თვე ნამკურნალები ფსიქოზი ხო ვიცით ხალხი არის 6 non treated psychosis რომელსაც არ უმკურნალია დაახლოებით 2 წელიწადი უნდა რომ დადგეს ტვინი გონება თავის რაღაც ფორმაში რომ ისა და რამდენი სოციალური ადაპტაცია ჭირდება ამ პიროვნებას კიდე ეს და DSM-5-ში შეტანილი იყო ამის შეტანა უნდათ
duration of arthritis ეს არანამკურნალო ფსიქოზის პერიოდი რამდენი იყო სანამ პერიოდი რამდენი იყო სანამ თქვენთან მოვიდა პაციენტი რომ გაქვთ თუ არა გაქვთ თუ არა საფუძველი რომ დაასვა დიაგნოზი სქიზოფრენიის ეს იმიტომ რომ ის გამოსავალზე არის ძალიან ისა რა ქვია ძალიან მნიშვნელოვანი გამოსავლისთვის დეპრესიები თქვენ თქვით მძიმე დეპრესიები ხდება საქართველოში ესე წოდებული მკურნალობა treatment resistant მკურნალობა რეზისტენტული დეპრესიები და უკვე გვაქვს შემთხვევები ეს ახალი მკურნალობის მეთოდი არის ნუ ახლა საქართველოში არის მაგრამ ახლა უფრო მეც ვარ ჩართული მაგაში კეტამინი რომელიც არის ანესთეზიოლოგიური საშუალება კეტამინი თერაპია არის ამერიკაში არის დაიწყეს უკვე და მე ამერიკაში ამდენი ხანი არის ამერიკაში ისინი სამართლობაში არაკეთებენ აკეთებენ ეს ოფისები გახსნეს კეტამინოთერაპიის სიმძიმე მაგრამ ფსიქიატრის გჭირდება რა ქვია მიმართვა გჭირდება და ფსიქიატრის follow ისა გაგრძელება მე ფსიქიატრის ყურება მაგრამ ეს არ ნიშნავს ეს არ არის მკურნალობა ეს არის იმ გამოყვანა მდგომარეობიდან სადაც მივიცემთ საშუალებას რომ ანტიდეპრესანტმა დაიწყოს მუშაობა სხვა შესაძლოა კოლეგები მყავს იგივე ისრაელში რომლებიც თქვათ ფსილოციბინით და იმით მკურნალობენ მე მინდა ვთქვა და ამაღლავ უფრო მე არ მომწონს ეგ მეთოდები მაშინებს ეხლა რატო მაშინებს მე შემიძლია ეს დავასაბუთო მაგრამ მაინც რაღაცა იმდენად არის შესწავლილი და თან შეუსწავლელი ტვინი რომ იქ რას გამოიწვევს კიდე შეიძლება ეფექტი იყოს რაღაცა მასა სიტყვას რო ეფექტი აქვს კიდე და იგივე ადამიანთან ურთიერთობის ფორმას შეიძლება გააცოცხლოს ადამიანი შეიძლება მოკლას პირიქით რა თქმა უნდა წამალსაც აქვს რა თქმა უნდა იმ ბუნებრივ თუ ქიმიურ საშუალებასაც აქვს ეფექტები მაგრამ აი რაღაცა თვითონ ახლა ეს კეტამინოთერაპიაც არ ვიცით long term დიდი ხანს გახანგრძლივებული კვლევები ჯერ არ არსებობს მაგის შესახებ. მე მგონი 10 წელი რაც არსებობს. კი და 10 წელი არ არის მაინც ის დრო, თუმცა ამაჩქარებულ პერიოდში შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკვე არის სერიოზული მონაცემები ამასთან დაკავშირებით. და არის ესეთი ფსილოციბინით მკურნალობა ადიქციის შემთხვევაში და აი ტრიფები მოგზაურობას გადიან ერთად, აი ამ გზამკვლევთან ერთად. რომელიც აი მე სად მიდის ეს ადამიანი და ეს follow-up თქვენ რო ახსენეთ რა ვის ხელში ვარდება და როგორ შეიძლება მასთან მე ის მე გაუმკლავდეს თავის მდგომარეობას იგივე გარემოში რო აღმოჩნდება რა გარემოშიც ის დაავადდა ხო საიდანაც წამოვიდა ხო ანუ რეალურად და შეიკრება წრე და იმ ციკლზე მე რაღაც ციკლოფრენიული ხდება უკვე გარკვეული ტიპის ეს ცხოვრების წესიდან გამომდინარე ამ ორმოში ვარდება ამობობღდება სიზიფეს მითია ისევ ჩავარდება ისევ აი ხო აი ქვის აგორებაშია თითქოს ეს ადამიანი ეს რაღაცა ტანჯვა უკვე ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ნელ-ნელა მივედით ალბათ პოლიტიკაზე ფსიქიატრიული თვითონ მე არ გულისხმობ ქვეყნის პოლიტიკაზე მე გულისხმობ ნარკოპოლიტიკაზე ან თქვათ იმ პოლიტიკაზე რაც იქნება სახელმწიფოში რაც იქნება გამსაზღვრელი სწორედ აი მკურნალობის შემდგომი პერიოდის ერთის მხრივ და მკურნალობამდელი პერიოდის მეორეს მხრივ თვითონ მკურნალობა მეტნაკლებად ახლა რაღაცნაირად ვახერხებთ მე მგონი ვახერხებთ მაგრამ ხო რაღაცნაირად ვახერხებთ მაგრამ აი მანამდე და მერე ეს არის ჩაწყვეტილი თითქოს და შესაბამისად ეს ნამკურნალები ადამიანი რაღაცა ამოვიდა ისევ ტალახში ვარდება და მე ამ ტალახიდან ახლა რა ვიცი რამდენად აი ახლა რესურსი ყოფნის მე ამისთვის რომ ძალიან ხშირად გაიმეოროს და ეს რეაბილიტაციური პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ამ პიროვნებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მარტო მკურნალობა არ არის ისე რა და ალბათ პროგრამები ლევან პროგრამები უნდა იყოს სადაც ამ ადამიანებს აი ესეთ ადამიანებს შეეძლოთ ოჯახის წევრებს სადღაც მიიყვანონ დღის განმავლობაში სადაც ისინი დახატავენ
არავინ დასაქმდებიან, ვინც არის არავალიდური, თქოთ არ შეუძლია მუშაობა, ან ასაკი აქვს ისეთი. ოჯახის წევრები არ უნდათ ჩვენ თუ საშუალება მოგვეცა ისე რომ ჩვენ ფსიქიატრს გავაკეთოთ, გვეყოლება ავტობუსი ჩამოივლის, შეაგროვებს ამათ ყველას დილით და საღამოს დაარიგებს ისევ სახლში, ეს არაფერი პრობლემა არ არის. როგორც სხვა ქვეყნებში. როგორც სხვა ქვეყნებში კეთდება, ეს არაფერი ის არ არის. და როგორც ბაღში, როგორც სამსახურში, როგორც სკოლაში, ისე მოვლენ და ისე დაუბრუნდებიან იმ უნარჩვევებს, რომელიც ჰქონდათ. ეს ხო დაკარგული უნარჩვევები არის. და ახალსაც შეიძენენ ურთიერთობის სხვა ხალხთან. რატო გაუჩნდათ იმათ ის პრობლემები, იმიტომ რომ ურთიერთობა დაკარგეს საზოგადოებასთან, მშობლებთან, გაიქცეს ყველაფერი. და რამდენად ესე იგი ამოისუნთქებს თვითონაც ოჯახიც, გარემოც, იმიტომ რომ აღმოაჩენს რომ მას ჯერ კიდევ აქვს ფუნქცია, რომ ის საჭირო ამას უსმენენ, მას ხედავენ, ის რაღაცას აკეთებს. და ეს ამასთან დაკავშირებით მე არც კი ვიცი, ან ვინ უნდა ისაუბროს, ან სად უნდა ეს კარგია რომ ჩვენ აქ ახლა ვსაუბრობთ ამ თემაზე. არ ვიცი რა რამდენად ამას ვინმე გაითვალისწინებს ან მოусმენს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ეს ადამიანები არსებობენ და თვალი არ შეიძლება დავხუჭოთ ამაზე, ეს არის რეალობა და შესაბამისად მათ ჭირდებათ ჩვენი ოჯახის წევრები არიან ის ხალხიც, მე ესე ვთვლი მაგათ ყველას. რა თქმა უნდა, ადამიანური პირობები, ცხოვრება და განვითარების რაღაცა, ვთქვათ, საშუალება, რისიც შეუძლია იმ ადამიანს. მასე ჩვენც გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობები, ზოგი ვერ მღერის, ზოგი ვერც ეგვაქვს, ზოგს მათემატიკა არ შეუძლია და ზოგს რა მანქანის ტარება, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ის ვალიდური არ არის, ხო? რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დამოკიდებულება თვითონ და ცოტათი ამ ხრივ არ ვიცი, ვერავინ ვერ მოიცალა ამისთვის, იმიტომ რომ მუდმივი ჯანჯღარის პირობებში ცხოვრობს ეს ქვეყანა, აი მუდმივი რაღაცა ჯანჯღარია და ამაში ბევრი ესეთი საქმე რჩება მიუხედავი სამწუხაროდ. თუ არ ვიცი რა შეიძლება აქ ითქვას. აი ხო, მე სავსებით გეთანხმებით და მე მგონი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა ჭირდება ამ საზოგადოებას და ესე მაგრამ არ იცის გაიგეთ რა შესაძლებლობები გვაქვს და გვაქვს ამის შესაძლებლობები ყველაფრის გაიგეთ. აი საზოგადოებამ არ იცის რა მოგთხოვოს ჩვენ. აი რა მომთხოვოს მე ახლა მე არტო კი არა, ხო არის რა ხალხი ვისაც მოეთხოვება. სურეალისტურ სამყაროში ვცხოვრობ ლევან, ისეთ რამეს ითხოვს ადამიანი, რაც შეიძლება აბსტრაქტულია და კონკრეტულზე ლაპარაკი და იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს, ნამდვილად, იმაზე კაცშვილი არც თითქოს არც ლაპარაკობს, არც არავინ უსმენს და გამოდის, რომ აი რაღაცა ცოტათი მიწიდან აწეული როა, ხო იცი, გრაუნდით ტიპი რო არ არის და რაღაც ჰაერში რო არის და რაღაც იმებში, რა ვიცი, ოცნებებში რაღაც ესე გამოდის, ხო? აბსოლუტურად რაღაცა მოთხოვს, საერთოდ მიზანი თუ არ არის კონკრეტული, ის მიზანი ვერ შესრულდება. თუ არ არის დაწურულია, გაზომვადი, აწონვადი, რა მინდა კონკრეტულად რას ვითხოვ, რა მოთხოვნა და აი აქ ცოტათი აღრევა გვაქვს ჯერ ეთყობა და ეს ამბავი ძალიან დასალაგებელია და აი ეს DSM-ის თქოთ იგივე თუ სადმე თუ ისწავლებიან, თუ არის ამაზე საუბრებიან შეხვედრები, იგივე ამასთან დაკავშირებით, იგივე ფსიქიატრიულ წრეებში ეს მეტნაკლებად იციან, მაგრამ მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ის ახალი კლასიფიკაცია, თქვენ თუ გაქვთ ესეთი? მე ორი ახალგაზრდა ფსიქიატრთან თანამშრომლობ და იმათთან მაქვს ხოლმე საუბარი, ერთი არის ხატია სულაბერიც და მეორეც არის. და იმათთან მაქვს საუბარი, ჩვენ ვზივართ და აი ესე რა ქვია, არაფორმალურად საუბრობთ, ვარჩევთ პაციენტების ესე რა ქვია, პაციენტების როგორ წარმოადგენენ, რა ხდება, როგორ ხდება. ეს აუცილებელია ჩვენთან ფსიქიატრიაში, იმიტომ რომ ჩემი ხედვა ერთი არის, მისი სხვა არის და ეს რო რაღაცნაირად გავაერთიანოთ. მე ვისურვებდი ლევან, რომ თქვენი რესურსი გამოყენებულ იქნას და დიდი მადლობა რომ მობრძანდით. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დღეს დამთავრდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდე შევხვდებით ამ ფორმატში. მე შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქიატრი ბატონი ლევან ანდრონიკაშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.